როდესაც რომის იმპერია ფართოვდებოდა, მხოლოდ ჯარისკაცები, ვაჭრობა და ენა არ ვრცელდებოდა სხვადასხვა მიწებზე. ასევე მოგზაურობდა მრავალი რწმენა და რელიგია. ერთ-ერთი ასეთი იყო საიდუმლო საზოგადოება, რომელიც ღმერთს სიმიტრას ეთაყვანებოდა. პატარა და ბნელ ტაძრებში ამ საზოგადოების წევრები იკრიბებოდნენ რიტუალების ჩასატარებლად, რომლებიც საჯაროდ არ ამხელდნენ. სინამდვილეში არ აღმოჩენილა სრული წმინდა წიგნი, რომელიც მათ რწმენას განმარტავს. ისტორიკოსების უმეტესობა მხოლოდ ტაძრების ნანგრევებიდან, წარწერებიდან, ქანდაკებებსა და მიმდევრების მიერ დატოვებული გამოსახულებებიდან იღებს ინფორმაციას. ამის გამო მითრასის რელიგიის მრავალი ნაწილი ზუსტად აღდგენა რთულია. მითრასადმი თაყვანისცემის აშკარა მტკიცებულება რომის იმპერიაში გამოჩნდა ახუცწვეთრასთა იერ საუკუნის ბოლოს. მეორე და მესამე საუკუნეებში მისი ტაძრები უკვე იმპერიის შორეულ ნაწილებშიც გვხვდება. ასევე აღმოჩენილია თაყვანისცემის ადგილები ბრიტანეთშიც, ჩრდილოეთიდან სირიამდე, აღმოსავლეთში. მისი მრავალი მიმდევარი იყვნენ ჯარისკაცები, ოფიცრები, ვაჭრები და სხვა მამაკაცები, რომლებიც ხშირად მოგზაურობდნენ რომის იმპერიის სხვადასხვა ნაწილში. მითრას ჩვეულებრივ აღწერენ როგორც ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც აღმოსავლური სტილის ტანსაცმელს ატარებს. მას აცვია შარვალი და რბილი ქუდი, რომელსაც ფრიგიული ქუდი ეწოდება. ყველაზე ცნობილ გამოსახულებას მიტრასი მუხმოდრეკილი ზის ხარის ზემოთ და მის ხელში ხანჯალს არჭობს. გარშემო ჩანს ძაღლი, გველი და მორიელი. ამ გამოსახულებას დღეს ტაუროქტონია ეწოდება და თითქმის ყველა მიტრასის ტაძარში მისი ვერსიაა წარმოდგენილი. სინამდვილეში ეს უბრალოდ ნადირობის ან ცხოველის მოკლის სცენა არ არის. დიდი ალბათობით მას უფრო ღრმა მნიშვნელობა აქვს, რომელიც სამყაროს წესრიგს, ცას, სიცოცხლესასა და სიკვდილს ეხება. თუმცა, რადგან თავად მიმდევრებისგან სრულყოფილი ახსნა არ შემორჩენილა, მკვლევარები კვლავ განაგრძობენ ამ გამოსახულების ნამდვილი მნიშვნელობის შესწავლას. და მინდა დავამატო, რომ აული ღმერთი მიტრასი და უფრო ძველი ღმერთი მიტრა ან მიტრა ერთმანეთისგან განსხვავდებიან მიუხედავად იმისა, რომ მათი სახელები დაკავშირებულია. 1000 წლით ადრე, ვიდრე მიტრასის კულტის გაჩენა რომში, იმ დროს მიტრასის სახელი უკვე ცნობილი იყო ინდოეთისა და ირანის უძველეს ტრადიციებში. ირანის ძველ რწმენებში მიტრა დაკავშირებული იყო შეთანხმებებთან, დაპირებებთან, ელკულებასთან, სინათლესა და წესრიგთან. წამოიდგენდნენ, რომ ის იცავდა იმ ადამიანებს, ვინც თავის სიტყვას ასრულებდა. ხოლო ვინც დაპირებას არ ღვევდა, ის სჯიდა. მიუხედავად ამისა, აქ რომაელებმა მიიღეს სახელი მიტრასი, უფრო ძველი ტრადიციებისა და გავლენის გამო. თუმცა, რომის იმპერიაში ჩამოყალიბებულ რელიგიას ჰქონდა საკუთარი ტაძრები, სიმბოლოები, წევრობის დონეები და თაყვანისცემის საკუთარი წესები. მე-20 საუკუნის დასაწყისში ისტორიკოსმა ფრანც კომონტმა შემოიტანა იდეა, რომ რომაელთა მიტრას კულტის თაყვანისცემა თითქმის პირდაპირ პარსიიდან რომის იმპერიაში გადავიდა. ამ შეხედულებით შესაძლოა ეს გავრცელდა რომაელი ჯარისკაცების მიერ, რომლებიც აღმოსავლეთის კამპანიებიდან მოდიოდნენ, კომონტის ახსნას დიდი გავლენა ჰქონდა. თუმცა არქეოლოგიური აღმოჩენების ზრდასთან ერთად შემდგომ მკვლევარებმა დაინახეს, რომ რელიგიის წარმოშობა უფრო რთულია. მართალია ირანული გავლენა აშკარად ჩანს მიტრას სახელში და გარეგნობაში. მაგრამ რომაული საზოგადოების ბევრი ძირითადი რიტუალი და სიმბოლო მხოლოდ რომაულ კულტურაში გაჩნდა. ეს ნიშნავს, რომ ეხა უფრო ნათლად ჩანს, რომ მიტრას კულტია ახალი რელიგია, რომელიც მხოლოდ რომის იმპერიის ფარგლებში ჩამოყალიბდა. მიტრას საზოგადოების გავრცელებასთან ერთად ქრისტიანობაც ფართოვდება. ორივე მათგანი დაიწყო როგორც პატარა რელიგიური საზოგადოება იმპერიაში, რომელიც სავსე იყო სხვადასხვა ღმერთებითა და რწმენებით. რადგან ისინი ერთდროულად არსებობდნენ, ხშირად ადარებენ ერთმანეთს დღემდე. არსებობს ისტორიები, რომლებიც ამბობენ, რომ ორივე თითქოს დაიბადა 25 დეკემბერს. მიტრასიც და იესოც თითქოს ორივე ქალწულისგან დაიბადა და ორივეს ჰყავდა 12 მოწაფე. მაგრამ მიტრასის დარჩენილ ქანდაკებებს, წარწერებსა და ტაძრებს შორის არ არსებობს მკაფიო მტკიცებულება, რომელიც მის ცხოვრებაზე ასეთ ისტორიას აჩვენებს. ამის ნაცვლად ხელოვნებაში მიტრას ხშირად გამოსახავენ, როგორ გამოდის ქვისგან. ასევე არ არსებობს ისტორია მისი 12 მოწაფის შესახებ. იმ ფიგურებს, რომლებიც მასთან ერთად არიან გამოსახულებებში, ჩვეულებრივ სინაკავტე და კაუტოპატე ქვიათ ეს ორი პერსონაჟი. ხელში ჩირაღდან სიჭერს, რაც შეიძლება მზის ამოსვლასა და ჩასვლას, ან სინათლისა და სიბნელის საპირისპირო ძალებს ნიშნავდეს. მიტრას ნამდვილი ისტორია იესოს ამბის უბრალო ასლი არ არის. ამის ნაცვლად უფრო მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორ შექმნეს მისმა მიმდევრებმა ორგანიზებული გაერთიანება. რატომ იყო ეს მიმზიდველი რომაელი ჯარისკაცებისთვის და რას აკეთებდნენ ისინი თავიანთ მიწისქვეშა ტაძრებში.
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად უნდა შევიდეთ იმ ადგილას, სადაც მითრას მიმდევრები იკრიბებოდნენ. მათ ვიწრო ბნელ და მღვიმესავით ტაძარში, რომელსაც მიტრაიუმი ეწოდება. მიტრაიუმი არ არის ჩვეულებრივი ტაძარი, ფართო დარბაზებითა და მაღალი სვეტებით. ხშირად ეს არის ვიწრო და გრძელი ოთახი, რომელიც მიწის ქვეშაა აშენებული, ან ისეა მოწყობილი, რომ მღვიმეს გავდეს. ჩვეულებრივ ორივე მხარეს ორი გრძელი სკამია. შუაში კი გასასვლელია, უმეტესობა მიტრაიუმისა, საკმაოდ პატარა. ამიტომ შიგნით შეგროვებული მამაკაცების რაოდენობაც შეზღუდულია. თითოეულ ჯგუფს საკუთარი მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა, ნაცვლად იმისა, რომ ერთი დიდი კონგრეგაცია ყოფილიყო, რომელსაც ერთი ცენტრიდან მართავდნენ. ოთახის ბოლოში ჩანს მითრასის სულათი, სადაც ის ხარს კლავს. ეს გამოსახულება ორივე მხარეს მსხდომი წევრებისკენაა მიქცეული. ასეთ განლაგებაში თითქოს მითრასი თავადაც მონაწილეობს შეკრებაში. და აკვირდება, როცა მისი მიმდევრები ერთად სუფრაზე სხედან. ერთობლივი კვება მნიშვნელოვანი იყო მათი თაყვანისცემის დროს. ნაპოვნია ცხოველების ძვლები, ჭურჭელი, თეფშები, სამზარეულოს ჭურჭელი და სხვა სასადილო ნივთები რამდენიმე მიტრაიუმში. ეს მტკიცებულებები აჩვენებს, რომ წევრები ამზადებდნენ და ერთად მიირთმევდნენ საკვებს, როგორც მათი საქმიანობის ნაწილს. რელიგიური ტრაპეზი ჩვეულებრივი იყო რომაულ სამყაროში. სხვადასხვა რელიგია იხენებდა საკვებს, რათა გაეძლიერებინა წევრებს შორის კავშირი და ეჩვენებინა მათი ურთიერთობა ღმერთთან. ამის გამო არ არის საკმარისი მხოლოდ ზოგიერთი საკვების ან სიმბოლოს მსგავსება იმის სათქმელად, რომ ერთმა რელიგიამ მეორისგან გადაიღო რამე. ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ზოგი ქრისტიანი მწერალი ადარებდა მითრასის მიმდევრების საკვებს ქრისტიანების მიერ გამოყენებულ ყურსა და ღვინოს. თუმცა ზუსტად რა ლოცვა, მნიშვნელობა და ჩატარების წესი ჰქონდა მიტრაიკულ ტრაპეზს, ამის შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია. არქეოლოგიური მტკიცებულებებიდან მხოლოდ ისაა ნათელი, რომ საკვების გაზიარება მათთვის მნიშვნელოვანი იყო. მათ საზოგადოებაში უფრო რთულია ტაძრის ბოლოში არსებული გამოსახულების ახსნა. დაუროქტონიაში მითრა მუხმოდრეკილი ზის ხარის ზურგზე თავს მაღლა უწევს და ტელში სცემს დანას. ხშირად ჭყილობასთან ძაღლი ჩანს, ხოლო ქვემოთ გველი მიიპარება. ფარის სხეულზე მორიელი ჩანს, ხოლო ყვავის სცენა საკვირდება. სხვა ვერსიებში ასევე ჩანს მზე, მთვარე და ვარსკვლავები. არქეოლოგიური მტკიცებულება არ არსებობს, რომ მიტრაიუმის წევრები ტაძარში ნამდვილი ხარის მოკვლას რეგულარულად ახორციელებდნენ. ასევე ამ ტაძრების უმეტესობა ძალიან პატარაა, ესეთი ქმედებისთვის. ხარის მოკლა უფრო მეტად მნიშვნელოვანი რელიგიური ამბის ან სიმბოლოს გამოსახულებაა. დაუროქტონიის უკან არსებული სრული ამბავი უცნობია, რადგან მიტრას მიმდევრების მიერ დაწერილი სრული თხრობა არ აღმოჩენილა. ამიტომ ისტორიკოსები სწავლობენ თითოეული ცხოველის პოზიციას და შემოარსებული სიმბოლოებსა და თავად ტაძრის განლაგებას. ზოგიერთი მკვლევარი ხედავს კავშირს ასტროლოგიასა და ასტრონომიასთან. ასტრონომია არის კოსმოსში არსებული ობიექტების შესწავლა, მაშინ როცა ასტროლოგია არის უძველესი რწმენა, რომ ვარსკვლავებისა და პლანეტების მოძრაობას ადამიანის ცხოვრებასთან კავშირი აქვს. ზოგიერთ მიტრაიუმში ჩანს 12 ზოდიაქოს ნიშანი, პლანეტები და ცის სხვა გამოსახულებები. ოსტიაში, რომის მახლობლად მდებარე უძველეს საპორტო ქალაქში 7 სფეროს მიტრაიუმში, ზოდიაქოსა და პლანეტების სიმბოლოები იატაკზე და სკამების გვერდით იყო განთავსებული. ამიტომ ზოგიერთი მიმდევარი მიტრაიუმს სამყაროს პატარა გამოსახულებად მიიჩნევდა. ბნელ ტაძარში შესვლა და მათი რიტუალების გავლა შეიძლება სიმბოლურად წარმოადგენდეს სულის მოგზაურობას ცის სხვადასხვა ნაწილში. ეს არის მნიშვნელოვანი ახსნა, რომელსაც სწავლობენ მეცნიერები, თუმცა მისი თავდაპირველი მნიშვნელობის სულად აღდგენა უკვე შეუძლებელია. ასევე ნებისმიერ მამაკაცს არ შეეძლო უბრალოდ შესვლა და საკუთარი თავის მითრასის მიმდევრად გამოცხადება. საჭირო იყო, რომ მან ჯერ გაევლო ინიციაციის ან მიღების რიტუალი, რათა გამხდარიყო წევრი. ამის შემდეგ მას შეეძლო თანდათანობით გაევლო ორგანიზაციის სხვადასხვა დონეები. უძველესი ჩანაწერებისა და ოსტიაში აღმოჩენილი მოზაიკების მიხედვით, მითრასის თაყვანისცემასთან 7 საფეხური იყო დაკავშირებული. წევრი იწყეთ როგორც ყორანი, შემდეგ მოდის სასიძო, ჯარისკაცი, ლომი, სპარსელი, მზის მორბენალი და ყველაზე მაღალი დონე, რომელსაც მამა ეწოდება. თითოეულ საფეხურს თავისი სიმბოლო აქვს. ასევე შეიძლება ჰქონდეს შესაბამისი სამოსი, მოვალეობები, გამოცდები და რიტუალები. მაგალითად, ყორანი შეიძლება ჯგუფის საქმიანობაში ეხმარებოდეს. ლომი კი ჩანს, რომ მნიშვნელოვანი დონეა იმ წევრებისთვის, რომლებიც უფრო აქტიურები არიან თავიანთ რელიგიურ საზოგადოებაში. მამა ადგილობრივი მიტრაიუმის მთავარი ლიდერია, ეს ანიშნავს, რომ მთელი რომის იმპერიის ყველა მიმდევარს ერთი მამა მართავს.
თითოეულ პატარა ჯგუფს შეიძლება ჰყავდეს საკუთარი ხელმძღვანელობა და საკუთარი ძალოცავი ადგილი. არ არის ზუსტად ცნობილი იყო თუ არა 7-ვე დონე ყველგან ერთნაირი. ამაზე ყველაზე მკაფიო მტკიცებულება იტალიაში და იმპერიის რამდენიმე ნაწილშია. შესაძლებელია, რომ რიტუალები და ორგანიზაცია განსხვავდებოდეს ქალაქის, ეპოქის და ადგილობრივი ჯგუფის მიხედვით. მონაწილეთა დარჩენილ წარწერებში ძირითადად მხოლოდ მამაკაცების სახელები გვხვდება. ამის გამო რომაული მითრას კულტს ფართოდ მიიჩნევენ როგორც მამაკაცთა ძირითადად შემდგარ საზოგადოებას. მიმდინარეობს კვლევა ქალების შესაძლო როლზე ამ თემების გარშემო, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ მათაც იგივე საფეხურები გაიარეს. რელიგიას ძლიერი ადგილი ეკავა რომაულ არმიაში. ბევრი მიტრაიუმი და წარწერა აღმოჩენილია ბანაკებისა და იმპერიის საზღვრებთან ახლოს. ერთი ჯარისკაცი შეიძლებოდა გადაეყვანათ სირიიდან გერმანიაში ან დუნაიდან ბრიტანეთში. ჯარისკაცების გადაადგილებისას ისინი ასევე ავრცელებდნენ თავიანთ რწმენებსა და კავშირებს. ახალ ადგილებში ჯარისკაცებისთვის შესაძლოა მიმზიდველი ყოფილიყო ჯგუფის აქცენტი ერთგულებაზე, დისციპლინაზე, სიმამაცეზე, ძმობაზე და მკაფიო იერარქიაზე. ეს თვისებები მნიშვნელოვანია სამხედრო ცხოვრებაში და თითოეულ ჯარისკაცს უნდა ენდოს თავის თანამებრძოლებს. მაგრამ ხოლო ჯარისკაცები არ უერთდებოდნენ, არსებობს წარწერები, რომლებიც მთავრობის მოხელეებისგან მოდის. ვაჭრების, მუშების და მონა ადამიანებს. ეს აჩვენებს, რომ მითრასის თაყვანისცემა გავრცელდა რომაული საზოგადოების სხვადასხვა ფენებში. თუმცა მიტრიუმის შიგნით სოციალური კლასი ავტომატურად არ ქრება. რომაულ საზოგადოებაში მკაცრად იყო გაყოფილი დიდრები, ღარიბები, მოხელეები, ჯარისკაცები, თავისუფალი მოქალაქეები და მონები. სხვადასხვა ფენის მამაკაცებს შეეძლოთ ერთი და იმავე რელიგიის გაზიარება. თუმცა სავარაუდოა, რომ მათი სტატუსი კვლავაც გავლენას ახდენდა ჯგუფში მათ მოვალეობებსა და ძალაუფლებას. სირე იყო პირდაპირ მითითებები, რაც შეეხება გამოცდებს, რომლებიც აუცილებელი იყო ყოველი საფეხურის ასასვლელად, არსებობს რამდენიმე უძველესი გამოსახულება და განცხადება, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს გამძლეობაზე. სპეციალური ტანსაცმლის დარება, ბრძანების შესრულება ან სიმბოლური გამოცდა. თუმცა მტკიცებულება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ზუსტი სია შევადგინოთ მათი რიტუალების შესახებ. ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციაციის ნაწილი განზრახ არ იყო გამჟღავნებული არაწევრებისთვის. აქედან მოდის სახელწოდება მისტერიული რელიგია. სიტყვის უძველესი მნიშვნელობით საიდუმლო აღნიშნავს რიტუალსა და ცოდნას, რომელიც მხოლოდ იმ ადამიანებს ეძლებათ, ვინც ჯგუფში მიიღეს. რელიგიის არსებობა არ ნიშნავს, რომ ეს საიდუმლოა მთელი საზოგადოებისათვის. რომაელებს იცოდნენ, რომ არსებობდნენ მიტრასის თაყვანისცემლები. მიტრაეუმები იყო სახლებში, ბინების კომპლექსებში, სამხედრო ბაზებზე, საჯარო აბანოებში და სხვა ადგილებში, რომლებიც ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ერთ-ერთი აღმოჩენილი ტაძარი მდებარეობს კარაკალას აბანოებში, რომის დიდ საჯარო აბანოების კომპლექსში. ასევე არსებობდა მიტრაეუმები, რომლებიც დამალული იყო. ისინი აღმოჩენილია ოსტიაში შენობებისა და სახლების ქვეშ. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი რიტუალი პირადულია, წევრებს არ უწევდა ცხოვრება ისე თითქოს მუდმივად მთავრობას ემალებოდნენ. სიანდვილეში ეს პატარა ტაძრები თავად რომაული საზოგადოების ნაწილია. წევრები მონაწილეობდნენ სამხედრო, ბიზნესსა და სამთავრობო საქმიანობაში და ყოველდღიურ საქმიანობაში. მხოლოდ მიტრაიუმში მისვლისას იცვლებოდა მათი ურთიერთობა. ბნელ ოთახში ისინი აღარ იყვნენ მხოლოდ ჯარისკაცები, ვაჭრები, მოხელეები ან მუშები. ისინი ასევე იყვნენ საზოგადოების წევრები, რომელსაც საკუთარი საკვები, იერარქია, სიმბოლოები და რიტუალები ჰქონდა, რომლებიც სრულად არ ესმოდათ გარედან მყოფებს. რადგან რომში ეს წევრები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყვნენ, მათი მეზობლები ალბათ იცნობდნენ იმ მამაკაცებს, რომლებიც მიტრაიუმში იკრიბებოდნენ. დამალული არ იყო საზოგადოების არსებობა, არამედ რიტუალების მნიშვნელობა და გამოცდები, რომლებიც მხოლოდ მიღებული წევრებისთვის იყო განკუთვნილი. ამავე პერიოდში ქრისტიანობაც განაგრძობდა გავრცელებას. რადგან ეს ორი რელიგია ერთდროულად არსებობდა რომის იმპერიაში, ბევრი ამბავი გაჩნდა, თითქოს მითრასისა და იესოს ცხოვრება თითქმის ერთნაირი იყო. თუმცა სხვა სურათი იჩნდება, როდესაც დარჩენილ უძველეს მტკიცებულებებს ვსწავლობთ. ქრისტიანულ ტრადიციაში მათესა და ლუკას სახარებები აღწერენ იესოს დაბადებას მარიამისგან. მითრასის თაყვანისცემის ხელოვნება სხვა სცენაა ნაჩვენები. მითრას ხშირად გამოსახავენ, როგორ გამოდის ქვისგან, ხელში ეკავა ჩირაღდანი და დანა. ამას ქვიდან დაბადებას უწოდებენ, მაგრამ არ არსებობს სრული მოთხრობა, რომელიც განმარტავს, როგორ ესმოდათ ეს მითრასის მიმდევრებს. ასევე არ არსებობს ძველი გამოსახულება ან წარწერა, რომელიც აჩვენებს, რომ მითრას 12 მოწაფე ჰყავდა. ის 12 ფიგურა, რომლებიც ხანდახან მას უკავშირებენ, ჩვეულებრივ ზოდიაქოს სიმბოლოებია.
ისინი უფრო მეტად დაკავშირებულია ცასთან და ასტროლოგიასთან, ვიდრე მოწაფეთა ჯგუფთან, როგორც იესოს ისტორიაში. არქეოლოგიური მტკიცებულებებითაც არ ჩანს ამბავი, რომ მითრასი დვარზე გააკრეს, მოკვდა და 3 დღის შემდეგ აღდგა. ან რომ მასთან მოვიდნენ მოგვები ოქროთი, სატმევლითა და მიღით. არ არსებობს ცნობილი უძველესი მითრასის წყარო, რომელიც ამ დეტალებს შეიცავს. ამ შედარებების უმეტესობა მხოლოდ მე-18 და მე-19 საუკუნეებში გამოცემულ წიგნებში გამოჩნდა. იმ დროის ზოგიერთმა მწერალმა სხვადასხვა რელიგიებს შორის ფართო შედარებები გააკეთა. მაგრამ ისინი ყოველთვის არ აჩვენებდნენ, საიდან მოდიოდა მათი ინფორმაცია. შემდგომი წიგნები და თანამედროვე ვიდეოები იმ განცხადებებს იმეორებდნენ, რის გამოც ეს ყველაფერი ნამდვილი ისტორიის ნაწილად გამოიყურებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არც არტეფაქტებში და არც უძველეს ჩანაწერებში არ ჩანს. დეკემბრის 25-ის საკითხი კი უფრო რთულია. ჩვენი წელთაღრიცხვის მე-3 საუკუნეში რომში მნიშვნელოვანი გახდა Sol Invictus-ის, ანუ დაუმარცხებელი მზის თაყვანისცემა. მითრასიც მზეს უკავშირდებოდა და ზოგიერთ წარწერაში მას Deo Sol Invictus Mithras უწოდებდნენ, რაც მითრას დაუმარცხებელ მზის ღმერთად წარმოაჩენდა. ამის გამო ხშირად მიიჩნევენ, რომ მითრას დაბადებაც 25 დეკემბერს აღინიშნებოდა. თუმცა არ არსებობს შემორჩენილი მითრაული კალენდარი ან ნათელი წარწერა, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ეს მისი დაბადების დღე. 25 დეკემბერი. იესო ქრისტეს დაბადების თარიღად ქრისტიანულ ჩანაწერებში მე-4 საუკუნიდან ჩნდება. ისტორიკოსები ჯერ კიდევ დაობენ თუ როგორ ზუსტად აირჩიეს ეს დღე. შესაძლებელია, რომ რომაულმა მზის დღესასწაულებმა მოახდინეს გავლენა. თუმცა არსებობს ახსნა, რომ თარიღი წარმოიშვა ზოგიერთი უძველესი ქრისტიანის საკუთარი გამოთვლებიდან იესო ქრისტეს ჩასახვისა და გარდაცვალების დრეზე. ამიტომ ტრადიციების დამთხვევა ერთ თარიღზე არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ იესო და მითრა ერთი და იგივე ამბიდან მოდიან. ეს უფრო აჩვენებს, თუ როგორ იყენებდნენ რომის იმპერიაში სხვადასხვა რელიგიური თემები მათთვის ნაცნო პერიოდებს, სიმბოლოებსა და დღესასწაულებს საკუთარი რწმენის გამოსახატავად. არსებობს კიდევ რამდენიმე ნამდვილი მსგავსება ამ ორი ჯგუფის შეკრების ფორმაში. ორივე შემთხვევაში წევრები იკრიბებიან შენობებში, რომლებიც ყოველთვის არ გავს დიდ ტაძრებს. ორივე იყენებდა ერთობლივ სუფრას, რათა გაემყარებინათ თავიანთი თემის კავშირი. მაგრამ ასეთი ქმედება მხოლოდ ქრისტიანობისა და მითრას თაყვანისცემისთვის არ იყო დამახასიათებელი. რომის სამყაროში რელიგიური სუფრა ჩვეულებრივი იყო. ბევრი გაერთიანება, ოჯახი და კულტები ერთად იზიარებდნენ საკვებს, როგორც მსხვერპლშეწირვის, ხსოვნისა და ღმერთთან კავშირის ნაწილის სახით. საკვების მნიშვნელობაც განსხვავებული იყო. ქრისტიანებისთვის ევქარისტია დაკავშირებულია უკანასკნელ სუფრასთან, იესოს სიკვდილთან და მსხვერპლთან. მითრას თაყვანისცემაში რიტუალური სუფრა თითქოს იმეორებს მითრასისა და საულის ნადიმს, რომელიც რამდენიმე გამოსახულებაზე ჩანს მას შემდეგ, რაც ხარი მოკლეს. მიუხედავად იმისა, რომ ორივეგან არის საკვები, განსხვავებულია ისტორია და რელიგიური მნიშვნელობა, რომელიც მას ახლავს. დურა, ევროპაში ჩანს რელიგიების თანაარსებობა. ეს არის რომაული გარნიზონის ქალაქი, ეფრატის მდინარის პირას, თანამედროვე სირიის ტერიტორიაზე. ქალაქის შიგნით აღმოჩენილია მიტრაიონი, სინაგოგა და შენობა, რომელსაც ქრისტიანული საზოგადოება იყენებდა. ეს ადგილი აჩვენებს, რომ სხვადასხვა რწმენის მქონე ჯგუფებს შეეძლოთ თანაცხოვრება რომაულ ქალაქში. ეს არ ნიშნავს, რომ მათი ურთიერთობა ყოველთვის მშვიდობიანი იყო. ზოგიერთი უძველესი ქრისტიანი მწერალი მიტრას რიტუალებს ბოროტისულების ნამოქმედარად მიიჩნევდა. მწერლებისთვის, როგორიც იყვნენ იუსტინე მარტირი და ტერტულიანე, ზოგიერთი ქმედების მსგავსება ერთსა და იმავე წყაროს არ ამტკიცებდა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ მათი რწმენის მოწინააღმდეგეები ქრისტიანულ რიტუალებს ბაძავდნენ, რათა ხალხი მოეტყუებინათ. როდესაც ქრისტიანობა ძლიერდებოდა, დაპირისპირება ზოგიერთ ადგილას უფრო აშკარა გახდა. არსებობს მითრასის გამოსახულებები, რომლებიც დააზიანეს, ქანდაკებები, რომლებიც დაამტვრიეს და ტაძრები, რომლებიც მიატოვეს ან მიწით დაფარეს. თუმცა თითოეული მიტრაიონის განადგურების მიზეზი ერთნაირი არ იყო. ზოგი შეიძლება დაანზრახ და აანგრიეს, ხოლო სხვები შეიძლება უბრალოდ წევრების გარეშე დარჩნენ, მიატოვეს ან სხვა მიზნით გამოიყენეს. რომში სანტა-პრისკას ეკლესიის ქვეშ აღმოაჩინეს მიტრაიონი, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვით დაახლოებით 400 წელს ძალადობრივად დაანგრიეს. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ მისი მიტრაიონი აღმოაჩინეს ნანგრევების ქვეშ, ერთ-ერთი ქრისტიანული ეკლესიის ქვეშ. ძველ ტაძარში ცვლილებებისა და დაზიანების კვალი ჩანს, თუმცა ზუსტად რა მოხდა, ამის დადგენა სიფრთხილეს მოითხოვს. მაგდან არქეოლოგიური მტკიცებულებები სრულად აღარ არსებობს. ცხადია, რომ ამ ადგილის გამოყენება შეიცვალა, როცა ქრისტიანობა რეგიონში გაძლიერდა. მე-4 საუკუნისთვის რომის იმპერიის რელიგიური ლანდშაფტის ცვლილება უკვე დაწყებული იყო. 313 წელს
იმპერატორებმა კონსტანტინემ და ლიცინიუსმა ქრისტიანობას სამართლებრივი დაცვა მიანიჭეს. მომდევნო 10 წლეულებში დაძლიერდა იმპერიის მხარდაჭერა ქრისტიანული ეკლესიისადმი, მაშინ როცა ნელ-ნელა დასუსტა ძველი საჯარო თაყვანისცემის სისტემა მრავალი რომაული ღვთაების მიმართ. მითრასის კულტის თაყვანისცემა მაშინვე არ გამქრალა, მისი მიმდევრები კვლავ არსებობდნენ, მათ შორის რამდენიმე მდიდარი რომაელი მე-4 საუკუნის ბოლომდე. თუმცა ახალი მიტრაიუმების აშენება იშვიათად ხდებოდა და სულ უფრო მეტი ძველი ტაძარი მიტოვებული, დახურული ან სხვა დანიშნულებით გამოყენებული იყო. დიდ პრობლემას წარმოადგენდა ასევე ორგანიზაციის სტრუქტურა. თითოეული მიტრაიუმი პატარა და ადგილობრივი იყო. მას არ ჰყავდა ერთი ცენტრალური ლიდერი, ეპისკოპოსების ფართო ქსელი ან ორგანიზაცია, რომელიც შეძლებდა იმპერიის სხვადასხვა ნაწილში ყველა წევრის მართვას. მიტრას თაყვანისცემად როგორც წესი არ ითხოვდა წევრებისგან, რომ უარი ეთქვათ სხვა რომაულ ღმერთებზე. მიტრას მიმდევარს შეეძლო რომის სხვა საჯარო რიტუალებშიც მიეღო მონაწილეობა. ქრისტიანობამ კი სხვა მიმართულება აირჩია. ქრისტიანებმა შექმნეს უფრო ფართო და მკაფიო ორგანიზაცია. მათ ჰყავდათ ხელმძღვანელობა, წმინდა წერილები და თემები, სადაც შედიოდნენ მამაკაცები, ქალები და ბავშვები, მდიდარი, ღარიბი, თავისუფალი და მონა. იმპერიის მხარდაჭერის ზრდასთან ერთად მიტრასის ქრისტიანმა იმპერატორებმა უფრო მკაცრი კანონები შემოიღეს ტრადიციული წარმართული ცხვერშეწირვისა და დაძრების წინააღმდეგ, მხოლოდ მიტრასის თაყვანისცემა არ დაზარალებულა. ასევე დასუსტა ან შეიცვალა რომის იმპერიის მრავალი ძველი რელიგია. მე-5 საუკუნისთვის თითქმის აღარ არსებობდა აქტიური მიტრაიუმების მკაფიო მტკიცებულება. მაგრამ სანამ ეს გაერთიანება საბოლოოდ გაქრებოდა, მან გატოვა ასობით ტაძარი, ქანდაკება, მოზაიკა, წარწერა და სურათი, რომლებიც რომის იმპერიის ქალაქების ქვეშ იყო დაფარული. ეს ნაშთები კვლავ გამოიყენება ყველაზე რთულ კითხვაზე პასუხის საპოვნელად. რას პირდებოდა მიტრასის რელიგია იმ მამაკაცებს, რომლებიც მზად იყვნენ მისი საიდუმლო საფეხურები გაელოთ? ჩვენ ვეღარ დავწმუნდებით, რას პირდებოდა მიტრასის რელიგია თავის მიმდევრებს. არ დარჩენილა არც წმინდა წიგნი, არც ქადაგება და არც სრული ახსნა მიმდევრებისგან. ცის გამოსახულებები და სხვადასხვა საფეხურის გავლა შეიძლება უკავშირდებოდეს სულის მოგზაურობას, ღმერთის დაცვას ან სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის იმედს. მაგრამ დაპირება საკმარისი არ იყო. ზუსტი პასუხის გასაგებად, არქეოლოგია უფრო ნათლად გვიჩვენებს, რა მოხდა თავად მიტრაიუმებში. როდესაც დადგა მე-4 საუკუნე, ნელ-ნელა შემცირდა აქტიური ტაძრების რაოდენობა. ეს არ მომხდარა ერთდროულად თელ რომის იმპერიაში. იყო მიტრაიუმები, რომლებიც კვლავ გამოიყენებოდა, ზოგი დაანგრიეს, ხოლო ზოგიც მიატოვეს და ნივთებიც მოწესრიგებულად დატოვეს. ეს განსხვავებული მდგომარეობები აჩვენებს, რომ არ ყოფილა ერთი კონკრეტული მოვლენა, რომელმაც მოულოდნელად გააქრო მიტრასის თაყვანისცემა. რომის მთავრობის ცვლილებამ დიდი გავლენა მოახდინა. იმპერატორ კონსტანტინეს შემდეგ ქრისტიანობამ ძლიერი მხარდამჭერები მოიპოვა იმპერიულ მთავრობაში. ქრისტიანულ ეკლესიას ფული და მიწა მიეცა, კანონიერი დაცვა და გავლენა, რომელსაც მცირე მიტრასის ჯგუფები ვერ შეედრებოდნენ. ამასთანავე სავარაუდოდ ზოგიერთი ყოფილი მიტრასის მიმდევარი ქრისტიანობაზე გადავიდა. როცა ქალაქებში ქრისტიანების რაოდენობა იზრდებოდა, სამხედრო დანაყოფებსა და სამთავრობო ოფისებში შემცირდა იმ მამაკაცების რაოდენობა, რომლებიც მზად იყვნენ, გაწევრიანებულიყვნენ და შეენარჩუნებინათ მიტრაიუმი. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რაც იმპერიის საზღვრებზე ხდებოდა. მიტრასის მრავალი ტაძარი აშენდა სამხედრო ბანაკებისა და სასაზღვრო დასახლებების მახლობლად. მე-4 საუკუნის მიცურულსა და მე-5 საუკუნის დასაწყისში ეს ადგილები ომებმა, მოსახლეობის გადაადგილებამ, სამხედრო განლაგების ცვლილებებმა და სხვადასხვა ჯგუფების ტერიტორიაზე შემოსვლამ შეცვალა. როდესაც სამხედრო ნაწილი გადაადგილდებოდა ან იშლებოდა, ქრებოდნენ ის მამაკაცებიც, რომლებიც ადგილობრივ მიტრაიუმს აფინანსებდნენ და იყენებდნენ. შესაძლოა ზოგიერთი ტაძარი თავდასხმების დროს განადგურდა. სხვა ტაძრები უბრალოდ მიტოვებული დარჩა, მას შემდეგ რაც მათი მართვისთვის პასუხისმგებელი საზოგადოება გაქრა. ასევე შესაძლებელია, რომ რომის ხანგრძლივმა ომებმა სპარსეთის იმპერიებთან გავლენა მოახდინა ამ პროცესზე. მიტრასის სახელიც და სამოსიც სპარსეთიდან მოდის. შესაძლოა ეს იმიჯი გარკვეული რომაელებისთვის მიუღებელი გახდა აღმოსავლეთ საზღვარზე დაძაბულობის პერიოდში. თუმცა საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ეს იყო რელიგიის დაცემის მთავარი მიზეზი. ასევე აღმოჩენილია მიტრაიუმები, რომლებიც თითქმის მთლიანად შენარჩუნებულია და არ ჩანს დაავადებრივი განადგურების კვალი. ზოგ ადგილას, როგორც ჩანს, ოთახი დაასუფთავეს, შესასვლელი დახურეს და ტაძარი უბრალოდ მიატოვეს. შესაძლოა წევრებმა ინტერესი დაკარგეს. სხვა რელიგიაზე გადავიდნენ, ან ვეღარ იპოვეს ახალი თაობა, რომელიც ჯგუფს გააგრძელებდა. ეს დეტალი მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს, რომ რომის იმპერიაში ყველა ძველი რელიგია ფართო მასშტაბიანი დევნის შედეგად არ დამქრალა, არ გამქრალა.
ზოგ ქალაქში განადგურება მოხდა, სხვაგან კი საზოგადოება ისე შეიცვალა, რომ პატარა გაერთიანებებს არსებობა ვეღარ შეეძლოთ. თანდათან გაქრა ის სამყარო, რომელიც მითრასის კულტს უჭერდა მხარს. რომის არმია შეიცვალა. ზოგიერთი სასაზღვრო საზოგადოება დასუსტა. ქრისტიანობა გაძლიერდა. მდიდარი მფარველების დახმარება გაქრა, ახალი წევრები ნაკლებად შემოდიოდნენ, ადრე არსებული პატარა ტაძრების ქსელი ერთის შემდეგ მეორე შეწყვიტა ფუნქციონირება. მე-5 საუკუნის დასაწყისისთვის თითქმის აღარ არსებობდა მტკიცებულება მითრასის აქტიური თაყვანისცემის შესახებ. ასევე მომდევნო თაობებისთვის აღარ გადაეცემოდა მათი გამოსახულებების და რიტუალების საიდუმლო ახსნა. ცოდნა, რომელიც მხოლოდ წევრებისთვის იყო განკუთვნილი, საბოლოოდ დაიკარგა, როცა მათი საზოგადოება გაქრა. აქ ჩანს დიდი განსხვავება მითრასის თაყვანისცემასა და ქრისტიანობას შორის. ქრისტიანობამ დატოვა მრავალი წერილობითი წყარო, ორგანიზებული ხელმძღვანელობა და თემები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდა. მითრასის თაყვანისცემა ეყრდნობოდა მცირე ჯგუფებს, რომლებიც ცოდნას პირადი ინიციაციისა და საიდუმლო რიტუალების გზით გადასცემდნენ. როდესაც ეს კავშირი გაწყდა, თითქმის აღარ დარჩა გზა მათი სრული რწმენის აღსადგენად. რაც დარჩა, იყო მიწისქვეშა ოთახები, ქვაში ამოტვიფრული სახელები და განმეორებადი გამოსახულებები ღმერთის, რომელიც კლავს ხარს, ნაშთები არ ადასტურებს, რომ მითრასის ამბავი იყო იესოს ისტორიის წყარო. უფრო მნიშვნელოვანია ის, რასაც ეს ნაშთები აჩვენებს რომის იმპერიაზე, საზოგადოებაზე, სადაც მრავალი რელიგია თან არსებობდა. მათ გაცვალეს გარკვეული კულტურული ტრადიციები, მოიპოვეს მიმდევრები და უპასუხეს მთავრობასა და საზოგადოებაში არსებულ დიდ ცვლილებებს. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მითრასის გაერთიანებამ მისცა ძმობა, იდენტობა და რელიგიური გამოცდილება იმ მამაკაცებს, რომლებიც იმპერიის სხვადასხვა ნაწილში ცხოვრობდნენ. მაგრამ როდესაც გაქრა ის სამყარო, რომელიც მას ინარჩუნებდა, ასევე გაქრა ხმები, რომლებიც მათ საიდუმლოებების მნიშვნელობას ახსნიდნენ. ამიტომ მითრასის შესახებ ყველაზე დიდი საიდუმლო არ არის ის, დააკოპირა თუ არა იგი ქრისტიანობა. ნამდვილი გამოცანაა, როგორ გაქრა ოდესღაც ფართოდ გავრცელებული რელიგია, ისე რომ თითქმის არ დარჩა მისი საკუთარი თხრობა. და რამდენი რწმენა შეიძლება ასევე სამუდამოდ დაკარგულიყო ძველი სამყაროდან ამავე გზით.